ერთი რამეა კიდე უყურეთ ახლა ჩვენ როდესაც საუბრობთ იმის შესახებ რომ აი ამ გარეწარ ადამიანებზე რომლებსაც ნამუსი და სინდისი არ აქვთ ესე იგი ხალხი რომელიც სააკაშვილის გუნდლს უკმევდა ეს შოუ ბიზნესზე უფრო იცი რატო აკეთებენ აი ახლა აქციებიც ვის მიყავს ცნობად სახეებს რომლებიც არის კულტურის და ხელოვნების ხალხი პოეტები მწერლები და ესეთი ხალხი ყავს ძირითადად აბა პოლიტიკოსები არ ჩანან და აი ეს ხალხი რომლებიც ახლა აღშფოთებული არიან პოლიციელებმა იზალადეს და ამ დროს პოლიციელებზე ხდება პირიქით ზალადობა აი ადრე რას ამბობდნენ ეხლა რას იძახიან მოვედი იმიტომ რომ მინდა თბილისი კიდევ უფრო მეტად ლამაზი იყოს და მინდა რომ თბილისი კონდეს თბილისის სახე და ეხლა გინდა ნაძვისხი ან გინდა ჩააქრონ აი მუხტს რაც სრულიად საქართველოსია და რასაც ყველა ვერთიანდებით რის გარშემოც ვეღარ ჩააქრონ ეხლა ნოდიკო ტატიშვილი ადრე გიგი უგულავას საარჩევნო შტაბში იყო და ერთი სიტყვა არ დაცდენია სისხლის რო ანთხევინებდნენ ახალგაზრდობას ერთი ამათი ამოღებული კაცშვილს არ უნახი ეხლა და დღეს იქ რუსთაველზე დგას და აპროტესტებს ბიჭი რომ ხო ნაძვისხე თურმე არ უნდა აინთოს და მერე კიდე ამ ნაძვისხის ანთებაზე ეს კაცი ხო სულ ბოდიში და წავიდა ხელიდან აი ნახე რებს აცხადებს ნაძვისხე რანტენა შობდენ სახლება ბოლშევი არ იყოთ ბოლშევი რა გიხარია შეუპატრონო რა გიხარია აი არ ვიცი რა ისევი მასხარის როლში დამშტარიყავი რა გიხარია მე რო იქ მეზე და ბავშვები არ იყო და მე შენ ხო გეყო აგერ ბოდიში და იმაზე რომ გამოხედი პროცესზე და თქვი რომ მე ის არ ამაქო კაცობა არ ამაქო და მაგით დაიძვრინე თავი მართლა კაცობა არა გაქვს შენ იმიტომ რომ აგერ კაცი რომ პიდარასტებთან დაიჭერ საქმეს ალბათ რა უნდა ვილაპარაკოთ ამას გაუმარ საქართველოს გაუმარ მობილი გეი და ჩაეხუტა ბესო გოგი წულაია ბატონო გოგი ბატონობითაც რომ მოგმართავთ მაგით ღირსიც არ ახარ თქვენ რა ვიცი ამისთვის წახვედით ევროპაში რომ პიდარასტებს ჩაეხუტოთ არა თან პიდარასმა გაყვირებიდოს რომ ხო ამისთვის ჩახვედით ევროპაში თავშესაფარი ამისთვის მოითხოვე რომ პიდარასტებს იყოთ ჩახუტებულები და ის გიხაროდეთ რომ ნაძვისხე ვერ რა შუაში ახლა აი რა შუაში ნაძვისხე ვერ გავიგე ბავშვებისთვის არ ინთება კაცო რა გიხარია რომ ნაძვისხე ვერ აანთეს და გახარებული ხარ და რატო ვერ აანთეს რო ანთებულიყო ბავშვებს დაუშენდნენ იქაიმეებს რა ქვია ცეცხლს და იმასა ქვებს დაუშენდნენ და სწორადაც მოხდა რომ თავის არიდების მისდით ეს ბიჭო ომი და უბედურება რო იყო მართლა თბილისში ახალი წლის დღეებში გაჩერდებოდა ყველა ის რომ იყო დაპირისპირება კანონიერი ხელისუფლებას რო ებრძოდნენ ახალ წელს ასე თუ ისე გაჩერდა ყველაფერი და იქ აფხაზეთის ომი რო იყო ახალი საერთოდ ომის რაღაცა თავისი კანონები აქვს რომ ახალ წელს და აი დღეებში გაჩერდება ეს ბრძოლები და ამას უხარია რომ იმის ერგეს დროშა ვერ დაკიდე ხო დაკიდეს აგერ აი პიდარასტებთან ხარ გამოჭიმული რა ამისთვის ჩახვედი ევროპაში პიდარასტებთან იგულაო ფუი მართლა რა ვიცი აი გაგილები რა სასაულია ხალხი მიდის თურმე უცხოეთში რომ აი სხვათა შორის აი ხა ეს ბულინგზე როდესაც მიდის საქმე აი მე ძალიან არ მომწონს ის რომ აი ხელისუფლებაც რო იყოს გინა ოპოზიციას ეხა იმ დღეს მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი მოფრინავდა თვითფრინავით და ნახეთ ერთი ვიღაცა ვიგინდა რა მიუვარდა და ნახეთ მინისტრო უკაცრავად თქვენ მოგმართავთ თქვენ ევროპაში რა გინდათ თქვენ ხო აზიური სიდის გაქვთ ეს კურსი აღებული რატომ იშურთ ხელებს ჩემი შვილი და მისი მეგობრები ამ ქალბატონის პარტიამ უკანონო პარტიამ არა ჩემი შვილი და მისი მეგობრები დასისხლული ყავთ რა არის ახლა აი მე შეიძლება სულ არ ვიყო ახლა ვიღაცა ხელისუფლების წარმომადგენლის ადვოკატი არ მინდა რომ გამოვიდე მაგრამ აქ ძალიან შეეჩვივნენ ვიღაცი ასეთ ობსტრუქციებს იქ ვიღაცას მიაძახებენ ახლა მოფრინავს ადამიანი არის ის არის რაღაცა თვითფრინავში უამრავი ადამიანი ესრე ეს არ უნდა იყოს ესე დაუჟელი არ უნდა რჩებოდეს ამათ რა გონიათ იცი თან ტელეფონზე რო იღებენ ეს ნაძირლები შეურაცხყოფას გაყენებენ სახალხო და ეს უნდა გატარებული უნდა იქნეს ეს ყველაფერი მაინტერესებს როდემდე შეიძლება ვითმინოთ ხალხო ეს ყველაფერი ეხლა ვიღაცა პიდარას რო ქუჩაში რამე უთხრა იმ წუთასვე პასუხისგებაში მიქცებენ რომ აედევნაო და რაღაცაო ადევნების მუხლი არის შემოტანილი ხო
და არ ვიცი ეხლა შეიძლება ვერ გავიგე გინდა ხელისუფლება ეხლა მე უამრავ ნაძირალას ხედავ და ეხლა რომ მივიდე დაუწყო კაჩავი ეხლა რა ადამიანი შეიძლება უთხრა რომ რაც არის საზოგადოებრივი რაღაცა არხზე რაღაცაზე მაგრამ ქუჩა ეს იმისია რომ რა უფლება მაქვს მე რომ მივიდე ეხლა ვინმესთან და მე აგერ ეხლა აი ახალგაზრდა მიდიოდა მანქანით აქციას გაუარა და ნახე რა მოუწყვეს ესენი არიან ერთუჯრედიანები კაცი ადამიანი ქალბატონი მოდის მანქანით უბრახუნეს მანქანას გადმოვიდა რატო იმაშვებითო და რუსეთუმე მიაძაღე აი რა შუაში ეხა რუსეთუმე აი ესენი არიან ავანტყოფები გეუბნები რა უთხრა რას გავხართო ხო და არა ეხა უყურეთ თქვენ ერთი მაინტერესებს ღმერთმა დაგვიფაროს მაგრამ თქვენ რომ მოხვიდეთ ხე რას უშვებით ამ რუსეთს როგორ უნდა დაელაპარაკოთ ეს რუსეთი ხო არ გადაბაგდება სხვაგან არის ჩვენი მეზობელი როგორ გინდათ ამ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება აი რუსეთის გადმოვლე გადაკივლის კატოკივით რა ვინ ვიცეხები თქვენ მაინტერესებს ერთი რო ესე იმაშვებით რა ქვია გამოდიხარ ერთხელ ორჯერ სამჯერ რო ჭყუა ვერ უნდა ვისწავლოთ რომ ასეთი პოლიტიკით არაფერი არ გამოდის და ბოლო-ბოლო როდესმე კანონმა ეხლა კიდე ერთხელ ვიმეორებ ესენი სამგლეკოჭივით გამოხდებიან ამათ რო შეეხო გესმის და ეს შეურაცხყოფას აყენებენ მინის უბრალო ადამიანს და ეს უნდა გატარებული იქნას გესმით